საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკს დღეს სელტოულთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვების გარდა ბანაკში უცხოელი სტუმრებიც არიან. რუსეთიდან ჩამოსული 12 სტუმარი საგარეჯოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. პროგრამა სპეციალურად მოამზადეს ეზოში აშენებულ ხის სცენაზე პატრიოტთა ბანაკის დამსვენებლებმა სტუმრებისათვის კონცერტი გამართეს. საგარეჯოს მახლობლად ბანაკში 2 წელია 380-მდე ახალგაზრდა ისვენებს. მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც არიან. მე ვორონეჟში ვცხოვრობ 15 წელია და ჩამოვიდით ვორონეჟიდან მოსკოვში, მოსკოვიდან კიევში და აქედან გადმოვფრინდით აქეთ საქართველოში. გზა იყო 2 დღე დავიხალით, მაგრამ ეს ღირდა ამას, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვატარებთ ძალიან კარგ დროს, ყველაფერი ძალიან მოგწონს. აქ ძალიან კარგი ბავშვებია, ჩვენ რასთან ჩვენ მეგობრობთ. ჩვენთან არიან სტუმრად ახალგაზრდები, ქართველი ახალგაზრდები რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც მართლა დაამტკიცეს აქ ის, რომ ისინი არა მარტო ისინი შეიძლება ბევრ ადამიანზე უფრო მაგრად არიან ქართველები და ძალიან მაგრად უდგებიან აი ამ ქართულ პატრიოტულ სულისკვეთებას. 20 წლის ალექსანდრე კემელი საგარეჯოს პატრიოტულ ბანაკში ქართულის სასწავლად და ახალი მეგობრების საძიებლად ჩამოვიდა. წარმოშობით გერმანელი ყაზახეთში დაიბადა და უკვე 10 წელია რუსეთში ცხოვრობს. საქართველოს შესახებ კემერს მოსკოვში უამბეს. სავიზო რეჟიმის გართულების შემდეგ ალექსანდრემ განაცხადი შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეც გახდა. საქართველოს მოქალაქეობა უკვე მივიღე. თქვენი ქვეყნის შესახებ პირველად მეგობრებმა მიიღეს. აქაურობა ძალიან მომწონს. ენას სწავლობ და აუცილებლად ხშირად ჩამოვალ. უცხოეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველების სანახავად დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ჩავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბანაკში ლაზარეს წარმომადგენლები ისვენებენ. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან, ცეკვავენ ქართულად, არაჩვეულებრივად მეტყველებენ და ზოგადად ინახავენ ქართულს რუსეთში. 12 რუსეთში მცხოვრები ბავშვი საგარეჯოს პატრიოტულ ბანაკში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. თუმცა ყველა მათგანი ამბობს, რომ სამშობლოში ისევ აუცილებლად დაბრუნდება.